გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ თამარ თანდაშვილი, ფსიქოთერაპევტი და კლინიკური ფსიქოლოგი. ძუძუს კიბოსა და ძუძუს კიბოს სკრინინგის საკითხად შეეხება საქართველოში ამ მხრივ ძალიან დრამატულად გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი არის ხელმისაწვდომი და ინფორმაციაც გავრცელებული, ბევრი ხალი ამ სერვისით არ სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში და სტატისტიკა ამ მხრივ ნამდვილად არ არის იმედის მომცემი. ჩემთან კაბინეტში წლების განმავლობაში შემოდიან ადამიანები, ქალები, რომლებსაც ქარცეცხლი აქვთ გავლილი ძუძუს კიბოს მკურნალობის. იქნება ეს ოპერაცია და თუ სხვა ტიპის манипуляცია. და როდესაც ჩვენი საუბარი მიადგება ხოლმე იმ ნაწილს, რომ შეიძლება თუ არა, შეიძლებოდა თუ არა მაგ შემთხვევაში პრევენცია რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის, მათი პასუხი არის ხოლმე განმაცვიფრებელი. ისინი ამბობდნენ, რომ იციან იმის თაობაზე, იცოდნენ იმის თაობაზე, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი არის აუცილებელი, ის რომ მათ უბანში, მათ ახლო ტერიტორიაზე ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს საკითხი არ იყო ძალიან ღირებული. ანუ მნიშვნელობა სოციალურად არ ენიჭებოდა. მათ გარშემო ამას თითქმის არავინ არ იკეთებდა ამას. ამ საკითხზე არ საუბრობდნენ ბევრს და ხმამაღლა და ეს ინფორმაციის შრეზე აღარ რჩებოდა. ანუ მათთვის ეს ქცევაში არ გადადიოდა. და ძალიან ბევრი ნანობდა იმას, რომ ნეტამ თავის დროზე ეს რაღაც ემოცია მქონოდა ამ საკითხის მიმართ, თავის დროზე ამ საკითხის ავკარგიანობა, ამ საკითხის მნიშვნელოვანება უფრო მეტად დამენახა. ეს ძალიან დრამატული მოსასმენია ხოლმე ამ ადამიანების პირიდან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ექიმები ძალღონეს არ იშურებთ იმისთვის, რომ თქვენთან მოსული პაციენტები გადაამისამართოთ და წაახალისოთ ძუძუს კიბოს სკრინინგისკენ. და აუხსნათ, მიაწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას აკეთებთ და ამას აკეთებთ ძალიან ხარისხიანად. მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველოში არ არსებობს და არ არსებობდა 10 წლეულობის განმავლობაში სამედიცინო თვითზრუნვის კულტურა და ზოგადად თვითზრუნვის კულტურა. ეს ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი კულტურისთვის არის სიახლე, რომელიც ეხლაღა შემოვიდა და ნელ-ნელა იმკვიდრებს თავის თავს. და როდესაც შენ თვითზრუნვის კულტურის არამქონე ადამიანებთან გაქვს საქმე, მათი დარწმუნება, რომ მათ ქცევა შეიცვალონ და დამოკიდებულება შეიცვალონ ამ საკითხისადმი და წავიდნენ და მართლა გააკეთონ ის, რაც მათთვის არ უსწავლებია მათ წინაპრებს, რაც მათ გარშემო მნიშვნელოვნად არ ითვლება, არის ურთულესი საქმე. მოდით ნახოთ ქცევის მეცნიერებები რას გვეუბნება იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა იმ კულტურაში და იმ ადამიანებში, სადაც თვითზრუნვა არ არის პრიორიტეტული, ან ეხლაღა იდგავს ფეხს, ამ ადამიანებისთვის ისეთი დამარწმუნებელი საუბრით, ან დამარწმუნებელი მესიჯების გადაცემა, რომლის შედეგადაც შანსი გაცილებით იზრდება, რომ მათ ეს ქცევა განახორციელონ და თავისი ჩვეული ქცევების ფორმატი და თავისი თვითზრუნვის კულტურის არქონა ბოლოს და ბოლოს შეცვალონ. ქცევის მეცნიერებები ამბობს, რომ ეს სრულად შესაძლებელია, ამას უნდა მუშაობა. დღეს მე თქვენ მოგიტანეთ 7 ტექნიკა ქცევის მეცნიერებებიდან, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი მესიჯები იყოს გაცილებით უფრო დამაჯერებელი ამ ადამიანებისათვის და როდესაც თქვენ მოუწოდებთ მათ და გადაამისამართებთ სკრინინგისკენ, თქვენი ტონიდან დაწყებული შინაარსით დამთავრებული გაცილებით უფრო დამარწმუნებლად ჟღერდეს და მათი ქცევის ფორმის შეცვლის შესაძლებლობა მეტი იყოს, ვიდრე შეიძლება აი ამ ტექნიკების გარეშე დღეს ჩვენ გაგვაჩნია. პირველ ტექნიკას ქვია ზომიერი შეშფოთება. რას ნიშნავს ეს? როდესაც თქვენთან მოდის ადამიანი, თქვენ კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ ესე, საერთოდ სკრინინგზე ნამყოფი ხარ? ეს თავისთავად არ არის ცუდი კითხვა, იმიტომ რომ თქვენი ინტერესს გამოხატავს იმის მიმართ ადამიანი საერთოდ არის თუ არა აზრზე იმის თაობაზე, რომ სკრინინგი გასაკეთებელია და გასაკეთებელია გარკვეული პერიოდულობით. მაგრამ ამაზე უკეთესი კითხვაც არსებობს, რომელიც თქვენ შეიძლება ასევე გამოიყენოთ. ეს კითხვა ასე ჟღერს. ბოლოს როდის იყავი ძუძუს კიბოს სკრინინგზე? ან ბოლოს როდის იყავი სკრინინგზე? რატო ჯობია ეს მეორე კითხვა პირველს? საქმე ის არის, რომ ამ მეორე კითხვით თქვენ ამ ადამიანს ფაქტიურად ეუბნებით, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის, რომ თქვენ ამას აუცილებლად უნდა აკეთებდეთ და თქვენ თვლით, რომ ეს ბუნებრივია, რომ პაციენტი ამას აკეთებს, უბრალოდ თქვენ ინტერესდებით ბოლოს როდის გააკეთე. რაც თავისთავად ამ ადამიანს აუწყებს საკითხის სერიოზულობას. აი ესეთ კონტექსტს უქმნის.
ეს არის ზომიერი შეშფოთების გამოხატვა, რატო ზომიერი შეშფოთების გამოხატვა? იმიტომ რომ იმის დამიხედვით თუ პასუხი რა იქნება ამ ადამიანის მხრიდან, და დაუშვათ პასუხი არის შემდეგი, რომ ვაიმე არც მახსოვს 2-3 წლის წინ, ან ღმერთო ნეტა გამახსენა, როდის იყო, ან მე მგონი საერთოდ არ ყოფილ ვარ, არ ვიცი, რაც ბავშვი გავაჩინე და როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, რომელიც არ არის პასუხი, რომ დაუშვათ 2 თვის წინ, 3 თვის წინ, 6-7 თვის წინ, ხო, ანუ რა სასურველი პასუხია. ამას რაც ცდება, ამ ყველაფერზე თქვენ შეგიძლიათ რომ გამოვხატოთ ზომიერი შეშფოთება. ადამიანები ამას სხვადასხვანაირად გამოვხატავთ, მაგრამ არსებობს ფორმები, რომელიც უფრო წამახალისებელია და რომელიც უფრო, ასე ვთქვათ, მიზნის მისაღწევად უფრო გამოსადეგია, ხო? მაგალითად, თუ თქვენ ეუბნებით ადამიანს, მას შემდეგ რაც გაიგეთ, რომ ის წლებია არ ყოფილა, საერთოდ არ ყოფილა სკრინინგზე, ხო? თქვენ შეგიძლიათ კითხოთ ესეთი რაღაცა, ვაი, ეს როგორ დაგემართა? ანუ ამით ფაქტიურად აუწყებ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის, რომ მე არ ველოდებოდი, რომ ეს ვინმეს დაემართებოდა და ეს რატო დამემართა. ემოციური ტონი არის ამაში უკვე ჩადებული. ფაქტიურად აი ამ ფრაზას ადამიანი და ამ კითხვას უკვე საკმაოდ ემოციურად აკითხვავს, იმიტომ თქვენ ფაქტიურად უთხარით, რომ თქვენ რაღაცას უნდა აკეთებდე და ამას არ აკეთებდა. ეს როგორ დაგემართა? ზარსულ ადამიანს როგორ მოგივიდა, რომ ამას არ აკეთებ. ის იძულებულია, რომ ემოციური ხაზგასმის გამო ამ კონკრეტულ კითხვას გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციოს და მასზე პასუხის მოძიება დაიწყოს. Okay? შეიძლება არ იყოს ეს მაინც ეს როგორ დაგემართა, არამედ იყოს, რომ ვაი, ეს ცოტა არ იყოს და მიუღებელია, აბა, მოდი ახლა ჩვენ დავფიქრდეთ იმაზე, ეს რატო ხდება, ხო? ანუ კიდევ ერთხელ, ფრაზის მონახვა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ, მაგრამ ეს ფრაზა უნდა იყოს შეშფოთების მომცველი, აუცილებლად. იმიტომ რომ ექიმი არის ძალიან დიდი ავტორიტეტი. როდესაც ადამიანი მასთან მიდის, ადამიანს ყურებია გაფაციცებული, თუ ექიმი რა ტონალობაში ეტყვის, რა ტონალობაში მიაწვდის ინფორმაციას, ან თუ კი ის გაუშვებს, გადაამისამართებს სადმე, არა მხოლოდ გადამისამართებას და შინაარს აქცევს პაციენტი ყურადღებას, არამედ რა ტონით უთხრა ექიმმა. თუ კი ექიმის ტონში გაისმა ცოტა შეშფოთება მაინც, ადამიანი ამას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას და თავის ახლობლებსაც გაუზიარებს, რომ რაღაცა ისეთი სახით მითხრა და ისეთი ტონით, რომ მე მგონი მართლა უნდა მივდიოდე, ხო? თუ თქვა სად გადის ზღვარი. ამის თაობაზე ცოტა აზრები იყოფა, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი შიშზე რეაგირებს და ზოგი პაციენტი შიშზე გაცილებით უკეთესად რეაგირებს, ვიდრე უბრალოდ რჩევა დარიგებაზე, რომ სადმე წავითეს. ამიტომ ეს თქვენი განსასაზღვრია. თუ კი თქვენ ამ პაციენტს იცნობთ, თქვენთან რამდენჯერმე ამყოფი, ან თუ კი თქვენ უბრალოდ ხვდებით თქვენი გამოცდილებით, რომ ამ ადამიანს ცოტა შიში თუ შეურიეთ თქვენს გამონათქვამში, თქვენს მიმართულებაში, ამ ადამიანის რეაქცია იქნება უფრო კეთილგონიერი, ანუ ის ცოტა არ იყოს და შეშინებული წავა და ამას გააკეთებს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ შეგიძლიათ რომ ესეც გამოიყენოთ მეთოდად. თუმცა შიშს შეიძლება თავისი უკუმხარე ქონდეს, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი თუ კი შეშინდა, ის თავქუდმოგლეჯილი გარბის ნებისმიერი კონტექსტიდან, სადაც ამ შიშის შინაარსი არის მოთავსებული. ასე რომ შეიძლება სრული იგნორი გააკეთოს ამ საკითხის და საერთოდ არასოდეს აღარ გაეკაროს რამეს, რაც შეიძლება ძუძუს სკრინინგთან იყოს დაკავშირებული. ეს რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, თქვენ კეთილგონიერებაზე არის დამოკიდებული, თქვენ ამას როგორ გამოიყენებთ. მაგრამ ზომიერი შეშფოთება არის ძალიან ესეთი აქტიური მეთოდი იმისთვის, რომ თქვენ საკმაოდ ასერტიულად, დამარწმუნებლად და ასევე ემოციურად საკუთარ პაციენტს გაუზიაროთ, რომ ეს რასაც შენაკეთებ არის ცოტა არ იყოს და დაუშვებელი და მოდი ახლა გამოვიკულიოთ ეს როგორ დაგემართა, როგორ მოხდა, რომ შენ ამას არ აკეთებ. მას შემდეგ რაც თქვენ ზომიერი შეშფოთება გამოხატეთ ამ ადამიანის ქცევის მიმართ, თქვენ უკვე შეგიძლიათ მეორე ტექნიკაზე გადახვიდეთ. მეორე ტექნიკას ქვია კონტექსტში ჩასმა. რას ნიშნავს ეს? როდესაც ადამიანს აწვდე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სკრინინგზე აუცილებლად უნდა წავიდეს წელიწადში ერთხელ, რომ ეს მის სიცოცხლისთვის, სიცოცხლის ხარისხისთვის, ჯანმრთელობისთვის არის ძალიან ღირებული, ის ამას აღიქვავს როგორც ინფორმაციას. მაგრამ ის ვერ ხვდება ეს ინფორმაცია
რამდენად არის თანაბარზომადი იმ მნიშვნელოვან საკითხებთან, რომელიც მის გარშემო არის მოთავსებული. ანუ ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც უახლოესი მისი სამეგობრო ასევე, ასე ვთქვათ, ემოციურად აიტაცებდა. ანუ მის საახლობლოში, სამეგობროში, ქალაქში ეს ღირებული საკითხია, ანუ მან ნამდვილად უნდა ყურადღება მიაქციოს, თუ ერთ-ერთი ინფორმაციაა, რომელსაც ექიმი აუცილებლად ეტყვის, იმიტომ რომ ის მედიკია და რა თქმა უნდა, მას უნდა რომ ადამიანის ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, დაცული და დაზღვეული უნდა იყოს ყველანაირად. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ ადამიანს მისცეთ კონტექსტი და რას გულისხმობ კონტექსტში. თუ კი თქვენ შეშფოთების შემდეგ ამ ადამიანს ეტყვით ესეთ რაღაცას. იცი რა, ჩემი პაციენტების უმეტესობა ერთხელ მაინც არის ნამყოფი წელიწადის განმავლობაში სკრინინგზე. და ზოგადად ეს თანამედროვე სამყაროში ეს იცი როგორი საკითხია? აი ჩვილ ბავშვს რომ აცრა არ გაუკეთო და აცრის გარეშე ამყოფო, წარმოიდგინე, აი ზუსტად ასეთი კალიბრის პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ შენ ძუძუს კიბოს სკრინინგზე არ დადიხარ. კი ბატონო, ამით უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რომ აი წარმოიდგინე, ბავშვი რომ არ აცრა, რა იქნება, როგორი თვალით შემოგხედავენ, ან საკუთარ თავს რა თვალით შეხედავ, ანუ რამხელა უბედურებას ატრიალებ და აი ზუსტად ამ კალიბრის საკითხია ეს, არც მეტი და არც ნაკლები. ამით ამ საკითხის მნიშვნელოვანებას და მის სოციალურ კონტექსტს უზიარებ, რომ ამას ყველა აკეთებს, ჩემთან ვინც დადის. გაცილებით უკეთესია ხოლმე, ან შეგიძლიათ პირველ საკითხს ასევე დაამატოთ შემდეგ და გააგრძელოთ, ვიცი რა, მე ჩემს ოჯახში და ეს უახლოეს ოჯახში, ჩემს სამეგობროში, შვილების სამეგობროში, ასე ვთქვათ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირველი მივდივარ ხოლმე ამ სკრინინგზე და ჩემი ახლობლები ჩემთან ერთად მიმყავს. იმიტომ რომ სრულად გამორიცხულია, რომ ეს წელიწადში ერთხელ მე არ გავაკეთო, ან ჩემი საყვარელი ადამიანებიც არ ავიყოლიო ამაზე. ნახეთ აქ რას ეუბნებით ადამიანს, პაციენტს რას ეუბნებით, რომ მე თვითონ ექიმი, რომელსაც გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს, შენზე მეტი ნეტვორკი მაქვს, ღმერთმა დაიფაროს რამე თუ დამემართა, მეც კი ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე ღირებული, რაც მე ჩემი ჯანმრთელობის შეიძლება გავაკეთო და მეორე, ჩემი საყვარელი ადამიანები, რომლებიც მე სახლში მყავს და გარემოცვაში მყავს, ამ ადამიანებს მე ფაქტიურად პატრონობას ვუწევ და მე თვითონ მიმყავს და ამ პროცედურას გავატარებ. ამას რატო აქვს მნიშვნელობა? იმიტომ რომ თუ კი ექიმი თვითონ და მისი ოჯახის წევრები რაღაცა პროცედურას წელიწადში ერთხელ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ის არის სრულიად აუცილებელი. იმიტომ რომ ის თავის თავს და თავის საყვარელ ადამიანებს უბრალოდ სადმე არ წაიყვანდა. ესე იგი, ეს არის ღირებული ნაბიჯი და მოდი მეც იქნებ გადავდგა ეს ღირებული ნაბიჯი. აი ეს არის სოციალური კონტექსტის მიცემა იმ რჩევისთვის, რომელიც თქვენ პირველ, ასე ვთქვათ, შეშფოთებასთან ერთად, როდესაც ამ ადამიანს გადაეცით, ხო? ასე რომ კონტექსტში ჩასმა არ დაგავიწყდეთ ხოლმე და აქაც შეგიძლიათ, რომ საკმაოდ მხატვრულები იყოთ და რაღაცა თქვენი ფანტაზია გახსნათ, თქვენი მაგალითები მოიყვანოთ, მაგრამ ეს უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ადამიანმა დაინახოს, რომ თანამედროვე სამყაროსთვის და მათ შორის მისი სოციუმისთვის, მისი ექიმის სოციუმისთვის ეს არის საკითხი, რომელსაც წყალი არ გაუვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სავარაუდოდ მანაც უნდა მოინდომოს თავისთვის და თავისი ახლობლებისთვის ამ საკითხზე დაფიქრება და კონკრეტული ქცევის განხორციელება. მესამე ტექნიკას ქვია ბუნდოვანების გაფანტვა. ადამიანებს ძალიან არ გვიყვარს ბუნდოვანება. და რატო? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ არ ვიცით რა მოხდება და განსაკუთრებით თუ როგორ მოხდება და რა პროცესია ის რაც უნდა მოხდეს, ჩვენი ფანტაზია არის ხოლმე განუსაზღვრელი იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება წავიდეს არასწორად, რა შეიძლება იყოს დამღლელი. მაგალითად, თქვენმა პაციენტმა რომელმაც იცის რომ სკრინინგზე უნდა წავიდეს და მისთვის სიტყვა სკრინინგზე წასვლა უბრალოდ სიტყვა, ჯერ მასში ეს თქვა დიდი შინაარსი და პროცესი არ არის ჩადებული, ეს ადამიანი იწყებს წარმოსახვით ამ ფაქტის შევსებას. ანუ მას შეიძლება წარმოისახოს მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ეს არის გრძელი რიგი ადამიანებისა და ეს რიგი არასოდეს არ მთავრდება, შეიძლება ადამიანები კეთილგანწყობილებიც არ არიან ერთმანეთის მიმართ. შეიძლება ეს არის ძალიან მტკივნეული პროცედურა, ძალიან უხერხული პროცედურა, რომელსაც არ ვიცი, გზაში შეიძლება ინანებს, რომ ღმერთ თუ აქ რატო მოვედი. შეიძლება ეს იყოს პროცედურის გარდა, ნუ ძალიან უსიამოვნო თვითონ აი სამედიცინო თვალსაზრისით. შეიძლება არ იყოს რაღაცნაირად ინტიმურ ადგილებზე რო ეხები ადამიანს, მაინც ასიამოვნოა, არასოდეს არ არის სამედიცინო კონტექსტში და მით უმეტეს ეს წარმოისახოს და თქვას, რომ ვაიმე, ახლა იქ როგორ შეიძლება რომ ეს მოხდეს, არ ვიცი, ვინ იქნება ის ექიმი, როგორია, რამდენად კომუნიკაცია შეუძლია, ხო? ანუ მისი ფანტაზია არის უსაზღვრო ამასთან დაკავშირებით. რა უნდა გავაკეთოთ ბუნდოვანების გასაპანდად? რაც შეიძლება დეტალურად და მარტივად უნდა აღვწეროთ რა პროცედურასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ეუბნები ესეთ რამეს, რომ
გაწიე, გამოწიო 1 საათზე მეტი ეს ვერ გაგრძელდება ვერანაირად. ოკეი, ამოისუნთქა უკვე, იმიტომ რომ მიხვდა რომ 1 საათია, მის თქო ეს არ არის 4 და 5 საათი, ხო? კარგი. რისგან შედგება? დეუბნები რეგისტრაციისგან, მერე მიდიხარ ადამიანთან, რომელიც გსინჯავს და აქვე აუცილებელია რომ დააყოლოთ შემდეგი რამე, რომელი გენდერი აქვს ამ ადამიანს. ანუ ეს შეიძლება იყოს კაცი და შეიძლება იყოს ქალი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ყველა არ არის კომფორტულად, როდესაც ექიმი არის კაცი და ეს მაშინვე შეგიძლიათ რომ განუმარტოთ, რომ შენი უფლებაა რომ მოითხოვო მამოლოგი, რომელიც არის ქალი. და შენთვის ეს უფრო კომფორტული იქნება, ხო? ეს საკითხიც მოიხსნა. ნუ შემდეგ ეუბნები რომ ეს პროცედურა რით გრძელდება და რით თავდება და ეუბნები რომ ეს არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. ტკივილი საერთოდ არ არის შენი ნაგულისხმები, ეს არის ყველაზე მარტივი და აი ყველაზე რთულად, აი წარმოიდგინე რომ ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და გაიწელა საათნახევარზე მეტი იქ ფიზიკურად შეუძლებელია რომ შენ ამაში დაგეხარჯოს. ამ ადამიანს შენ უკვე პროცედურა იმდენად დეტალურად აღუწერე და იმდენი საკითხი შეუსე, რომ მისთვის ეს თვალსაჩინო გახდა, ფაქტებით შეივსო და მისი წარმოსახვა აღარ იტვირთვება, მას აღარ უწევს, რომ ეს სცენები და შინაარსები, ასე ვთქვათ, თავისი წარმოსახვით და წარმოსახვა კარგს არასოდეს არ კარგნახობს ხოლმე ამ შემთხვევაში ადამიანს შეავსოს. ეს ძალიან უადვილებს ადამიანს ბუნდოვანების გაფანტვას და კიდევ ერთ ნაბიჯს გადგვევინებთ იმისკენ, რომ ადამიანმა მართლა გადაწყვიტოს და მივიდეს სკრინინგზე. მეოთხე ტექნიკა არის პოზიტიური მესიჯის გადაცემა. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმ სიმარტივეზე, რომელიც პროცედურას ახლავს, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რამდენად მსუბუქია, ანუ არ არის ეს ძალიან რთული პროცესი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვლაპარაკობთ ძუძუსკიბოს სკრინინგზე. ანუ ეს ვთქვათ პოზიტიურადაც არ შეიძლება რომ ადამიანმა აღიქვას. მაგრამ სად არის ის პოზიტიური ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩვენ მაინც ამოვთხაროთ და ასე ვთქვათ და დავანახოთ ამ ადამიანს, რომ აი ნახე პოზიტიური ნაწილიც ამაში არის. ეს არის შემდეგში. ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანს აუხსნათ ესეთი რამ, რომ იცი რა, შენ როდესაც ამდენი უბედურების ისტორია გესმის გარშემო, ხო? რაღაცა გარკვეული ასაკის 40 წელს გადაცილებული ქალების შემთხვევაში და შენ როდესაც ამაზე შფოთავ და ფიქრობ, რომ აიმე შემდეგი ან მე არ ვიყო, ან ჩემი ოჯახის წევრები არ იყვნენ. წარმოიდგინე, 1 საათიანი პროცედურის შემდეგ შენ სულ მინიმუმ 1 წელი მაინც გაქვს, როდესაც შენ შეიძლება ძალიან წელგამართულმა და თავისუფალმა გაიარო და მოისმინოს ისტორიები, რა თქმა უნდა, ძალიან იდარდო იმის თაობაზე, რომ სხვა ამ უბედურებაში გაეხვა, მაგრამ შენ თავთან მიმართებაში იყო მოსვენებული. აი ეს არის ყველაზე დიდი დადებითი შექმნება, რაც შენ შეიძლება მოგიტანოს ძუძუსკიბოს სკრინინგმა და ეს ყველაფერი 1 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს. მეხუთე ტექნიკას ქვია ანგარიშ ვალდებულება. რას ნიშნავს ეს? თქვენ შეგიძლიათ მას შემდეგ რაც ადამიანს აუხსნით ამ ყველაფერს, შემდეგ ნაბიჯზე უკვე კითხოთ ესეთი რამ. შენ როდის ფიქრობ, როდის მოახერხებ, რომ წახვიდე და ეს სკრინინგი გაიკეთო? მას შეიძლება ძალიან განსოფრებულად შემოხედოთ, იმიტომ რომ ამ ადამიანს შეიძლება საერთოდ დაგეგმილი არ ქონდა არასოდეს, ან დაუშვათ მე შეიძლება იფიქროს, რომ წავა და როდესმე მოიფიქრებს ამის გაკეთებას. მაგრამ თქვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ადამიანს იმ დღესვე, იმ ვიზიტზევე გადააწყვეტინოთ ის, რომ ის უახლოეს მომავალში, უახლოეს 1 კვირაში ან 2 კვირაში აუცილებლად მივა. რამ შეიძლება ეს რო განაპირობოს? ადამიანს შეიძლება პირდაპირ შეეკითხოთ, მოდი აბა ნახე შენი შემდეგი 1 კვირის გრაფიკი, ან 2 კვირის გრაფიკი და მოდი მითხარი აბა როდის შეძლებ მისვლას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ჩაწეროთ ეს ადამიანი, ან თქვენ რამენაირად გევალებათ ამის გაკეთება. ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ამ ადამიანმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგას, კონკრეტული ნაბიჯი და აი პირველი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ადამიანები მიდრეკილები არიან, რომ მოქმედება წინ წაიყვანონ და დაამთავრონ. ანუ მათ მოთხოვნილება აქვთ ამის გაკეთების. პირველი ნაბიჯი კარგია რომ თვითონ თქვენსავე კაბინეტში გადაიდგას. როდის აპირებ? აბა მოდი კალენდარში, აბა მოდი მოიფიქრე. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები, რომლებიც უფრო მოკრძალებულები არიან, ან შეიძლება ასაკში არიან, ისინი მარტო არ დადიან ექიმებთან, თავის ეგრეთ წოდებულ პატრონთან ერთად, ახლობელთან ერთად მოდიან. ამ შემთხვევაში თქვენ ფაქტურად ხელფეხი გახსნილი გაქვთ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდით, იმიტომ რომ თქვენ პაციენტის გარდა ელაპარაკებით მის პატრონს. აი, პატრონს ნამდვილად შეგიძლიათ რომ უთხრათ, რომ იცი რა, უახლოესი 1 კვირის განმავლობაში, რადგან მოყევი, მოდი აბა, შენ თვითონ მოახერხე, რომ იქნებ ჩაწერო, იმიტომ რომ თქვენ უკვე
ფაქტურად დამატებითი ბერკეტი გიჩნდებათ ამ ადამიანის სახით. იმიტომ რომ ადამიანები მიდრეკილები არიან, რომ სხვაზე მეტად იზრუნონ და სხვაზე მეტად უფრო შეეშინდეთ, ვიდრე საკუთარ თავზე. და ეს დამატებითი ადამიანი, ეგრეთ წოდებული ოჯახის წევრი, პატრონი, თქვენთვის არის ამ შემთხვევაში დიდი მეგობარი. გადაადგმევინეთ პირველი ნაბიჯი იქ, სადაც ზის, ანუ თქვენს წინ კაბინეტშივე. და ამ ნაბიჯს კიდევ კარგია რომ მიაბად შემდეგი რამ, რომ იცი რა, როდესაც ჩაეწერები, მოდი მომწერე. მომწერე მესიჯად, მომწერე იმეილში, შემატყობინე, რომ ჩაეწერე. რომ მე ვიცოდე ამის თაობაზე. იმიტომ რომ მე თუ მეცოდინება ამის თაობაზე, იმიტომ რომ მე ვარ ექიმი, შენ ჩემს წინაშე უკვე ანგარიშვალდებული ხარ და საკუთარ ექიმს ადამიანები იშვიათად უნდა ატყუებდნენ ხოლმე როგორც წესი. მას შემდეგ რაც ეს ადამიანი ან მისი ოჯახის წევრი, მისი პატრონი, რომელიც მისთან ერთად არის მოსული, თქვენ გეტყვით, რომ ეს სავარაუდოდ იქნება შემდეგი კვირის სარვიცი, სამშაბათი ან ოთხშაბათი, ანუ თქვენ კონკრეტიკას უკვე წამოიღებთ მათგან. შემდეგ შეგიძლიათ ეს რაღაცა უთხრათ, რომ ის რა ჩაეწერებით და კონკრეტული საათი გეცოდინებათ, მოდით მომწერეთ. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვიცოდე, რომ თქვენ მართლა იქ მიხვედით. ესეც არის მონიტორინგის მექანიზმი. ეს თქვენთვის ნაკლებად არის საჭირო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პაციენტისთვის. რატომ? იმიტომ რომ ის ანგარიშვალდებული ხდება საკუთარ ექიმთან, რომ ექიმმა გააგზავნა, ის ჩაეწერა და ექიმს უბრუნებს უკავშირს იმის თაობაზე, რომ მან მისი დარიგება შეასრულა და ის წავიდა იმ მიმართულებით, როგორც გაუშვა საკუთარმა ექიმმა. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანები, როდესაც ანგარიშვალდებულები არიან, მათ ძალიან არ უყვართ ხოლმე ვინმესთვის იმედის გაცხრუება და რაც არ უნდა ეს სიკვდილებოდეთ სადმე წასვლა, მხოლოდ იმიტომ, რომ პირის შერცხვენა არ უნდა და დაპირებულები არიან ადამიანს, მხოლოდ ამიტომ შეიძლება გადადგან ეს ნაბიჯი. ასე რომ ანგარიშვალდებულების ნაწილი აუცილებლად გაითვალისწინეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკა თქვენთვის. მეექვსე ტექნიკა არის სხვაზე ზრუნვისკენ მოწოდება. რას ნიშნავს ეს? ადამიანები უფრო ადვილად და მარტივად ვიღებთ პასუხისგებლობას სხვაზე და უფრო ადვილად შეგვიძლია ჩვენი ოჯახის წევრის, ჩვენი ახლობელი ადამიანის ექიმთან მიყვანა, ვიდრე ამას ჩვენ თავს გავუკეთებდით. ეს არის პასუხისგებლობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს. ამიტომ თქვენ პაციენტთან საუბრისას შეგიძლიათ რაღაცა ეტაპზე, როცა თქვენ ჩათვლით, საჭიროთ რომ ამისი სივრცე და დრო არის, გითხოთ ესეთი რამ. ოჯახის წევრები ვინ ყავთ, ქალები, რომლებიც 40 არიან გადაბიჯებულები. შეიძლება იყოს და, შეიძლება იყოს შვილი, შეიძლება იყოს დედა, შეიძლება იყოს, არ ვიცი, ბებია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ საახლობლოშია. ხო, მე შეგიძლიათ უთხრათ ასევე სამეგობროში თუ ყავთ ესეთი ადამიანი, ანუ თქვენ უახლოეს სანათესაოში, აი ძალიან ახლობელ ადამიანებზე არის ლაპარაკი. ამაზე პასუხი თუ მიიღეთ, რომ კი, შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ, ეს ადამიანი ნამყოფია ძუძუსკიბოს სკრინინგზე? და ძალიან ხშირად პასუხი იქნება არ ვიცი. მე მგონი არა. უფრო კარგი იქნება, რომ აი ამ სკრინინგზე ეს ადამიანის წაგეყოლებინათ. იმიტომ რომ თქვენთვის ხო ამ სიკეთეს გააკეთებდით, მაგრამ აი ამ ადამიანებისთვის ძალიან ღირებულ რაღაცას გააკეთებდით, იმიტომ რომ ძალიან არის მომრავლებული, უკვე წინწასული მდგომარეობები და თქვენთვის ალბათ იქნება შესანიშნავი, იმიტომ რომ თქვენ თუ არ უთხარით, სავარაუდოდ ამ ადამიანს არც აქამდე თუ არავინ არ უთხრა, ეხლაც არავინ არ ეტყვით. და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ნაბიჯი შეგიძლიათ ვიღაცის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა. ამ ადამიანს უბიძგებთ, რომ არა მხოლოდ თვითონ წავიდეს ამის გასაკეთებლად, არამედ წაიყვანოს თავისი საყვარელი ადამიანი. საყვარელ ადამიანს უფრო ადვილად წაიყვანენ, ვიდრე საკუთარ თავს ხშირად, მერწმუნეთ და საყვარელ ადამიანს საკუთარ თავით თუ მიაყოლეს, ეს ხო ფაქტობრივად ეს თქვა ორმაგი შედეგია, რომელზეც თქვენ გადიხართ. ასე რომ ეს ტექნიკაც ზრუნვისკენ მოწოდება, ოჯახის წევრის ან ახლობელი საყვარელი ადამიანის ზრუნვისკენ მოწოდება არის ერთ-ერთი ტექნიკა, რომელთაც აადვილებთ იმ საკითხს, რომ თქვენი პაციენტი ასევე მოხვდეს სკრინინგზე. მეშვიდე ტექნიკას, არ ვიცი ტექნიკა შეიძლება თუ არა ეწოდებოდეს, იმიტომ რომ არც მეტი არც ნაკლები ეს არის ტონი, რომელთაც თქვენ ლაპარაკობთ. ჩვენ აქამდე შინაარსზე ვიყავით უფრო კონცენტრირებულები, მაგრამ გარდა იმისა, რას ეუბნები ადამიანს, უმნიშვნელოვანესია ასევე როგორ ეუბნები ამას, როგორი ტონით ეუბნები. ექიმებს ზოგადად და მედიკებს არ აქვთ ხოლმე როგორც წესი პრობლემა, რომ ასერტიულად და ხანდახან მკაცრად პაციენტს გადასცენ რაღაცა ინფორმაცია იმისთვის, რომ აი ამ ინფორმაციის სერიოზულობაში დაარწმუნოთ. ამ შემთხვევაში როგორი ტონის გამოყენება ჯობს. იცით როგორ რაღაც არის
თუ კი ადამიანს მოუწოდებ იმ ქცევისკენ, რომელიც მას არ განუხორციელებია, ან სავარაუდოდ არ არის მიდრეკილი რომ განახორციელოს, თქვენი მოწოდება რაღაცა ტიპის ემოციით უნდა იყოს თანმხლები. ანუ ძალიან კარგი იქნება, რომ გამოიყენოთ ტონი, რომელიც ამ ადამიანს ცოტა შეანჯღრებს, ანუ თავისი ჩვეული გარემოდან ამოაგდებს. შეიძლება ცოტა დაადარდიანოს და ცოტათი შეაშინოს კიდევაც, არა ძალიან, მაგრამ თუ კი ამას შედეგი გამოიღო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მობიერდა რაღაცა ჰიპერმზრუნველს, რომ ვაიმე არ ყოფილხარ და ეს რა ცუდია და ვაიმე იქნებ როგორმე გაგეკეთებინა და წასულიყავი. აი ამ ტონს ალბათ ჯობია, რომ თქვენ გამოიყენოთ ცოტა უფრო ასერტიული ტონი. იმიტომ რომ ასეთ მზრუნველობაში რათალია სითბო იგრძნობა, რაღაცა თბილ, ძალიან თბილ დამოკიდებულებაში, მაგრამ არ იგრძნობა ის, რომ ეს სასწრაფოდ და აუცილებლად გასაკეთებელია. აი ეს საკითხი თვითონ აი ამ ემოციის მიწოდება და ამ მესიჯის მიწოდება, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია და როგორ გამოგრჩა, ეს როგორ დაგემართა. ამას ძალიან მობიერი ტონით ადამიანს ვერ ეტყვი. ამისთვის საჭიროა, რომ ცოტა სიმკაცრე შერეული, არა ძალიან, აი ცოტა ზომიერად სიმკაცრე შერეული, ასერტიული, მტკიცებითი ესეთი ტონი, სადაც ეუბნები, რომ აბა ეხლა ჩვენ ხო იცით, რომ ამის გარეშე არ შეიძლება, მწერ, მიდიხარ აუცილებლად ეწერები, შენი ახლობელის მიყავს და მე მიბრუნებ უკან ამ უკავშირს თუ როგორ წავიდა, სად ჩაეწარე, მანამდე და ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანს აუწყებ შენივე ტონით, არა მხოლოდ შინაარსით, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს შენ მთელი საუბრის განმავლობაში მას უთხარი. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანდახან სიმკაცრისკენ თუ კი ცოტა გაგვექცა, მაგასაც არ აუშავს. აი, ჯობია რომ თუ კი რაღაცა საზღვარს გადაცდენა, ცოტა სიმკაცრისკენ გადავწდეთ საზღვარს და რაღაცა იქ ვიყოთ დამარწმუნებლები, ვიდრე დავუშვათ აქეთ იყოს, რაღაცა უფრო სირბილისკენ წავიდეს და ამ ადამიანმა ვერაფრით ვერ გაიგოს, რომ კი იზრუნა ჩემზე და ბევრი რამ მითხრა, მაგრამ ნუ ექიმია და ისედაც ბევრ რამეს მეტყოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემზე ზრუნვა მისი მოვალეობაა, ხო? ასე რომ ტონი თქვენი თვითონ დაარეგულირეთ. მე ამას ვამბობ, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ ის გამოცდილი გაქვთ, გამოცდილები ხართ პაციენტთან ურთიერთობაში და თქვენ თვითონ მიხვდებით, სად რა ტონით ჯობია და რომელი ტონით ჯობია, რომ ადამიანს უთხრა, რომ მისი რეაქცია უფრო მეტად გამოიწვიო და უფრო მეტად დაარწმუნო, რომ რაღაცა ნაბიჯი არის გადასადგმელი, რომელსაც ისე არ გადადგავდა. და ბოლოს ორი რამ მინდა რო გითხრათ. პირველ რიგში ჩვენ სამწუხაროდ ცხოვრობთ ისეთ კულტურაში ჯერ კიდევ, სადაც თვითზრუნვა და სამედიცინო თვალსაზრისით თვითზრუნვა არ არის ჩვენი მაგისტრალური კულტურის ნაწილი. აქ ჩვენ ჯერჯერობით ვფაფხურობთ, ეს არის ჩვენი პირველი პატარა, ასე ვთქვათ, ბავშვის ნაბიჯები, პიონერები ვართ ამ საკითხებში და რა თქმა უნდა, თქვენი საქმიანობა, ასე ვთქვათ, თქვენი მოღვაწეობა ზუსტად იმას მოითხოვს, რომ ესე 7 და უფრო მეტი ტექნიკით, რაც შეიძლება დამარწმუნებლები იყოთ ამ ადამიანებისთვის, რომ ისინი მიმართოთ თითქოს ესეთ უბრალო და აუცილებელ პროცედურაზე, რომელიც სავარაუდოდ თვითონვე უნდა ესმოდეთ, ხო? მაგრამ ამ საკითხს შეგვიძლია სხვა კუთხითაც შევხედოთ. ნებისმიერ ექიმს დედამიწის ზურგზე აქვს ერთი უზარმაზარი პრივილეგია დედამიწის მოსახლეობის, რა ვიცი, დანარჩენ მოსახლეობასთან, მოდი ესე ვთქვათ, მას ხელში უჭირავს ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა და მისმა სწორმა სიტყვამ, მისმა სწორმა ინტონაციამ, მისმა სწორმა მესიჯმა შეიძლება არა მხოლოდ ერთ, არამედ ადამიანების მთელ ჯგუფს გადაურჩინოს სიცოცხლე, მათი სიცოცხლე გაახანგრძლივოს, გადაარჩინოს ჯანმრთელობა და ძალიან ბევრ ადამიანს ააცილოს უამრავი ტრავმა და ტკივილი იმით, რომ ვიღაცა სიცოცხლე შეუნარჩუნდება მათ ოჯახში. ასე რომ ამ მძიმე შრომის მეორე მხარეს არის უზარმაზარი მადლი, რომელიც თქვენს მოღვაწეობას მოყვება და აი ამ უზარმაზარი მადლისთვის მე პირადად ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ერთი საკითხი არის კიდევ, ჩვენ რა თქმა უნდა სხვებზე ზრუნავთ, ექიმები სხვებზე ზრუნავენ, მათ დაურეგულირებული საათები აქვთ, ძალიან ბევრ პაციენტს იღებენ დღის განმავლობაში, ეს ჩვეული ყოფაა ქართველი ექიმის. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ თქვენ თვითონ არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა. და პირველ რიგში ეს არა მხოლოდ ფიზიოლოგიური ზრუნვით, არამედ
ფსიქოლოგიური და თქვენი ფსიქეს თაობაზე, ასე ვთქვათ, ზრუნვაზეც ვრცელდება. აუცილებლად დააფიქსირეთ, როდის ხართ გადაღლილები და თქვენ თავს მიეცით დასვენების საშუალება. მე ვიცი, რომ ეს რთული გასაკეთებელია ხოლმე, მაგრამ რამენაირად უნდა მოახერხოთ, რომ პატარა დრო გამოგლიჯოთ ცხოვრებას და თქვენ თავს, იმისთვის რომ იყოთ ჯანმრთელები, იმისთვის რომ თქვენ იყოთ სტაბილურები, ემოციურად, იმისთვის რომ თქვენ, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის ყველა ნიშანი გქონდეთ, რადგან თქვენ ზურგზე უზარმაზარი პასუხისგებლობაა და ამ პასუხისგებლობის ტარება ჯანმრთელ ადამიანს გაცილებით უკეთესად შეუძლია, ვიდრე არაჯანმრთელს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.